თავის დროზე MK Ultras პროექტი CIA-ს ხელმძღვანელის ალენ დალესის ინიციატივით დაიწყო. დალესმა ედვარდ ლენსდეილთან ერთად სახელი ჯერ კიდევ 1940-50-იან წლებში ფილიპინებში მიმდინარე ოპერაციებში გაითქვა. ედვარდ ლენსდეილი თანამედროვე ფსიქოლოგიური ომის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევა. ფილიპინებში ლენსდეილმა შენიშნა, რომ საზღვარგარეთ მიმდინარე სადაზვერვო და სამხედრო ოპერაციებს ადამიანების ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენა ძალიან ეხმარებოდა. მისი დაკვირვებით ყველა კულტურას აქვს შიშები, რომელთა ექსპლუატაციას პოლიტიკური მიზნებისთვის შეიძლება. CIA-ის მიერ წარმოებული ფსიქოლოგიური ომი სავსეა საინტერესო და ხანდახან კომიკური ოპერაციებითა და გეგმებით. მაგალითად, CIA გეგმავდა, რომ ამერიკელ პილოტებს რუსეთში გიგანტური ზომის პრეზერვატივები ჩაეგდოთ, რომლებსაც ეწერებოდა US Medium. სამწუხაროდ ეს გეგმა არ განხორციელდა, თუმცა ძალიან კომიკური იქნებოდა. MK Ultra და მსგავსი პროგრამები დიდწილად ორ სუპერსახელმწიფოს შორის მიმდინარე ფსიქოლოგიური ომით იყო შთაგონებული. მე-20 საუკუნის 60-იანების მიწურულს CIA-მ დაასკვნა, რომ LSD-ს დაკითხვისთვის და მანიპულაციისთვის გამოყენება არც ისე სარგებლიანი იყო, რადგან მისი ეფექტების წინასწარმეტყველება რთული იყო. შესაბამისად, 70-იანი წლების დასაწყისში CIA-ში LSD-სადმი ინტერესი მინელდა. LSD-ს ნაცვლად CIA-მ იმ ეგრეთ წოდებული BZ-ის ტესტირება დაიწყო, რომელიც აეროზოლურ მდგომარეობაში მოგვიანებით ქიმიურ იარაღებშიც გამოიყენებოდა. Camp Heroes სამეცნიერო ბაზის სარდაფი, სადაც ბოლო დროს ექსპერიმენტები ტარდებოდა, ბეტონის სქელიფენით დაფარეს, ხოლო ყველა მონაწილის მეხსიერება MK Ultra პროგრამით ჩაახშეს ან წაშალეს. 50-იან წლებში გარკვეული ფსიქოაქტიური საშუალებები პოპულარული გახდა, განსაკუთრებით მაღალი წრის საზოგადოებაში. ადამიანს, რომელიც ფსიქოდელიურ საშუალებას იღებს, მაგალითად LSD-ს, რეალობის აღქმა ეცვლება და თან სახიფათოდ. MK Ultras ისტორია მნიშვნელოვან გაკვეთის გვასწავლის. სამეცნიერო კვლევა ერთგვარი ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებასაც სწორი მიდგომა სჭირდება. მონტოკის პროექტთან დაკავშირებით შეიქმნა წიგნების სერია მონტოკის პროექტი, რომლის ავტორები პრესტონ ნიკოლსი და პიტერ მუნი არიან. 2015 წელს გადაიღეს ფილმიც Montauk Chronicles. სავარაუდოდ, მსგავსი სახის პროექტები საიდუმლო, ლეგალური თუ არალეგალური გზით კვლავაც მიმდინარეობს. თუმცა მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მიუხედავად თითქმის შეუძლებელია. შენ კი გამოიწერე არხი და უყურე ახალ ვიდეოებს. გამოიწერე ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.